საქართველო ნახევარფინალშია, სადაც პორტუგალიას პირისპირდება და უნდა შევძლოთ და მოვუგოთ პორტუგალიას. თუ ვერ მოვუგებთ, ჩამოვიხსნებით ევროპის ჩემპიონატიდან და აგვისტოს უნდა ველოდოთ, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ იქნება საქართველოსთან. და არ უნდა წავაგოთ, მოკლედ დაიწყო თამაში. გაათამაშეს პორტუგალიელებმა და მიქაუტაძემ აქვს ბურთი და ძალიან მაგრამატაობს. მიდი მიქაუტაძე ნელ-ნელა უახლოვდება საჯარიმოს და წაართვეს ბურთი სამწუხაროდ. ჭაკვეტაძე აპრესინგებს და პასი აღარ გამოუვიდა. დიეგო კოშტა ამოარტყა ძლიერად და კვარაცხელიამ ჩაჭრა მიქაუტაძეს დიდი სივრცე აქვს. თავის მატაობებით თუ მიაწვება და ჯარიმა. ძალიან ახლოდან. კვარაცხელიამ კარგი ჩაწოდება ან გოლის გატანა უნდა ქნას, პირდაპირ კაში არ ტყავს და რა ხდება? და გოლ! არის! 1-0. ყოჩახ, კვარა, ბრავო! ეს რა ქნა? რა? ასეთ გოლს არ ველოდი, მით უმეტეს დიეგო კოშტას კარში. კარგი გაათამაშეს. და იქ შვეიცარიამაც გაუტანა გოლი საფრანგეთს. და მალევე არ გვიპასუხონ. და მამარდაშვილის კაი სეივი. და ანუ შვეიცარია თუ მოუგებს საფრანგეთს, შვეიცარია შეგვეჯიბრება. თუ საფრანგეთი მოუგებს შვეიცარია აღარ თუ პორტუგალიას მოუგეთ და თუ რომელნაირად შევძილთ და პორტუგალიასთან მეტი გოლი არ გაუშვით და მოვიგეთ, მაშინ ფინალში ურთულესი მისია გვაქვს. აი ფინალის მოგება ურთულესი იქნება ძალიან. იმიტომ რომ შვეიცარია ძალიან ძლიერია და ის ხო საერთოდ საფრანგეთი ხო საერთოდ მბაპე, დეზირე დუე, ბარკოლა, ვიტინია აქ არის პორტუგალიაში. მბაპე ვთქვი და ბევრი ვინმე რა. და მიქაუტაძე ნელ-ნელა გადადის შეტევაში. მიქაუტაძე და არ გამოუვიდა შეტევა. რონალდო მოდის, კრისტიანო რონალდო არა. და ვითაშვილი დააპრესინგე. რა არის ასეთი? აცილო, რაღაც ძალიან ძლიერები არიან. მთელმა გუნდმა თუ არ დავაპრესინგეთ, ისე არ პრესინგედებიან. მამარდაშვილი გაათამაშა, დვალი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე და მიქაუტაძე და ვერ გააკეთა პასი. აქ დიეგო კოშტა არის ბურთზე და ჩვენ ნახევარზე გადმოაგდო და რონალდო ლეო მოდის. ამდენი რა სწრება და გოლიც გაგვიტანა. პორტუგალიელები აბა უგოლოდ არ დაგვტოვებდნენ. საქართველოს ახლა ერთი გოლი აქვს გასატანი რომ მოვიგებთ. თუ არ გავიტანთ ექსტრა ტაიმამდე ვიყვანოთ და პენალტების სერიაც იყოს რა უჭირს. მაგრამ რაც მთავარია არ წავაგოთ. მიქაუტაძე, ლობჟანიძე და იქ 2-0-ია შვეიცარია საფრანგეთს უგებს და არ მეგონა საფრანგეთი პირველივე ტაიმში 2 გოლს თუ გაუშვებდა, მით უმეტეს ასეთ შვეიცარიასთან მით უმეტეს. ესეთი რამე იქ არ უქნია სლოვაკეთთან 1 გოლი გაუშვა მარტო. და მოიგო კიდეც და სლოვაკეთი ჯობია იმას შვეიცარიას უპროსწორად და ასე რა 9 წუთი დაამატეს ტაიმს და ჩვეულებრივ მიმდინარეობს თამაში და დამთავრდა კიდეც პირველი ტაიმი 1-1 და აი ჯარიმა და დაიწყო მეორე ტაიმი. ხო და რას ვამბობდი?
ასეთ რამეს საფრანგეთისგან გადად არ მოველოდი, მაგრამ ჩვენ თუ მაინდა-მაინც ფინალში გვინდა გასვლა, უფრო შვეიცარიას უნდა ვუგულ შემატკივროთ, იმიტომ რომ კარი ცარიელია და მიკაუტაძე 2-1-ზე დაგვაწინაურა. სულ მოძრაობით მოატყუა მეკარე და შევიდა კარში. ეს მოატყუა და შევიდა კარში და ავტოგოლი გაატანინა. გაათამაშა ფერნანდეზმა და მოკლედ, რასაც გეუბნებოდით. ჩვენ შვეიცარიის მოგება გვაწყობს, რომ უფრო გაგვემარტივდეთ ფინალში საქმე, თორემ საფრანგეთთან შანსები უმცირესია, რადგან მეკარე კარგი ყავს და შეიძლება არ გაუშვან ბურთი. დიეგო კოსტაც კარგია, მაგრამ საფრანგეთის მეკარე ჯობია. და ამასობაში თამაში ჩვეულებრივ მიმდინარეობს და გოლი გავახმოვანეთ, ეხლა როგორც დაინახეთ. ჩვენ პორტუგალიასთან ახლა საოცრად ვიგებთ, ისეთ განსაკუთრებულად არა, ეს ბუნებრივია პორტუგალიის შეცდომები, რა თქმა უნდა, ერთი უბრალოდ კონტრშეტევა და სრულმოძრაობით მეკარის მოტყუება და ხო, სრულმოძრაობით მეკარის მოტყუება და ისე გოლი შეტანდა. კიდე ესეთი გოლი იყო, რომ ჯარიმიდან გაიტანდა, ჯარიმიდან გოლი არც ისე საკვირველი და საოცარი გოლებია. საოცარი გოლები როგორ არ არის, მაგრამ კვარცხელიასგან და ასეთი მაგარი ფეხბურთელებისგან არც ისე. ასე რომ ჩვენ ვიგებთ პორტუგალიის საშინელი შეცდომებით. დიეგო კოსტასი მით უმეტეს და რონალდომ გაათანაბრა. კი არა, ფერნანდომ უფრო სწორად სამწუხაროა, მაგრამ არა უშავს საქართველოს არ უნდა დავნებდეთ და პორტუგალიისგან კიდე უფრო მეტ შეცდომას უნდა მოველოდოთ. ეს 2 გოლი საშინელი შეცდომებით გაუტანეთ მათი, მაგრამ საქართველოს მაღაზე მაინც ვერ ტყვით, რომ ცუდად თამაშობს და მიკაუტაძეს კაი შანსი აქვს და მეკარე მოხსნა და კუთხური არა ჯარიმა, კიდევ ერთი კარგი ჯარიმა. და აბა ვნახოთ რა მოხდება ამ ჯარიმაში. კვარცხელია კვლავ არ ტყავს და კვლავ გოლი. 3-2-ზე კვლავ დავწინაურდით. ისეთი ვითარება არ ყოფილა პორტუგალია არ გვიგებდა. ან ფრეი იყო, ან ვუგებდით და თვითონ პორტუგალია არ გვიგებდა არც ერთ მომენტში. მწვრთნელი ძალიან ცუდად იქნება ალბათ განწყობილი, რადგან საქართველოს მე მგონი კარგად არც კი იცის. და შეიძლება ახლა მაგრა გვიპასუხონ პორტუგალიელებმა, მაგრამ არ უნდა დავიჩაგროთ და კარგად უნდა გავარდოთ. თავი და მამართაშვილის იმედზე უნდა ვიყოთ. კარგია. 2-2-ზე ამოუქაჩა უკვე საფრანგეთმა შვეიცარიას. ძალიან კარგია. კარგია კი არ ცუდია უფრო სწორად, იმიტომ რომ ჩვენ გვაწყობს რომ მოიგოს შვეიცარია, იმიტომ რომ უფრო სუსტია და შვეიცარიასთან არ გაგვიჭირდება ესე ძალიან მოგება, იმიტომ რომ ისეთი ვარსკვლავები არ ყავს როგორც საფრანგეთს, პორტუგალიას და ესპანეთს. პორტუგალიამ ესპანეთს მოუგო, მაგრამ მაინც პორტუგალია საქართველოსთან უფრო მოველოდი რომ გოლები გაეტანა ვიდრე ესპანეთთან. ესპანეთთან უფრო გოლები გაიტანა, მაგრამ საქართველოს იქ რო კაი გოლები გაიტანა, მეგონა რომ საქართველოსთან უფრო მეც და კაებს გაიტანდნენ. არც მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე და გაგვითანაბრეს 3-3-ზე არა. და რონალდომ იქ ძალიან კარგი გოლები გაიტანდა. მე უფრო მეც მოველოდი რომ მეგონა რომ უფრო კი არ მინდოდა მოველოდი რომ ჯუანევეში გადის და ვიტინია შემოდის. არა ვიტინია კი არა, და მე მეგონა რომ საქართველოსთან უფრო კარგად, მოკლედ საქართველოსთან მეგონა რომ უფრო კარგად ითამაშებდა პორტუგალია ვიდრე ესპანეთთან და წესით ესეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ უქნიათ. რატომ? უცნობია. კვარცხელია კუთხურს ჩააწვდის ამასობაში და 4-3 კიდევ ვუგებთ პორტუგალიას.
კიდე აი ჩემ ნათქვამს ზუსტად დაემთხვა რომ უფრო კარგად უნდა ითამაშოს პორტუგალიამ და არ გვანახეს გოლი რუბეტი გადის და გუდანი შემოვიდა ამაზობაში გადამაჟეს და 12 წუთი რა ამბავია უკვე 12 კი არ 14 წუთიც გავიდა არ გაიტანონ გოლი დაამთავრა არა აღარ გაიტანენ გოლს აღარ მგონია დააცადე კი არა დაამთავრე თამაში გაგვიტანა დაამთავრა თამაში